დავიწყო და მე პრეზენტაციას გავაზიარებ მერე. კი, ყველაფერი გავაკეთე. კარგი, მადლობა. მოკლედ მადლობა რომ თქვენი გამოსლება გაგვიზიარეთ როგორ არის პროფესია. ანუ პირველ რიგში რაც არის საჭირო იმისთვის რომ პროფესია ავირჩიოთ, კარგად უნდა გავიცნობთ საკუთარი თავი და ინტერესები და დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ ყველა ნიუანსი და ესე მივიღოთ გადაწყვეტილება. მაგალითად იფიქრეთ, რისი კეთება მოგწონთ ყველაზე მეტად. ან მაგალითად შესაძლებელი არის ეს იყოს ხელოვნების მიმართულებით ბევრი დახმარებათ რომ კონკრეტული მიმართულებები აირჩიოთ. როგორ გავიცნოთ საკუთარი თავი და ანუ იმისთვის რომ გავიგოთ რა გვაინტერესებს, აუცილებელია ჩამოვწეროთ ჩვენი ინტერესების სფერო, თქვენი ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და რისკები, ანუ ეგრეთ წოდებული SWOT ანალიზი, მაგალითად რა გაქვთ დადებითი, რა გამოგდით კარგად, რა არ გამოგდით კარგად. ჩემი პრობლემა რეალურად ამ ჩემს მაგალითზე გადავიტან. სადღაც მე-7 კლასამდე ხშირ შემთხვევაში ვიყავი ხოლმე ლიდერი სხვადასხვა აქტივობების დროს სკოლაში, როდესაც იყო რაღაც გამოსვლა, კონცერტი თუ რა, ვიყავი წამყვანი და ასე შემდეგ. თუმცა რაღაც ერთი მიზეზის გამო, როდესაც მე რაღაც შამერია უბრალოდ და არასწორად გავაკეთე და როდესაც დავინახე რომ დამცინეს საკუთარ თავში ჩავიკეტე, უკვე გადავწყვეტე რომ აღარ მომეყოლა აუდიტორიასთან, აღარ გამოვსულიყავი, აღარ ყოფილი გაკვეთილებსაც, რამაც ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. იმიტომ რომ სკოლისგან გამოსვლამდე ვამზადებდი გაკვეთილებს, თუმცა აუდიტორიამდე არასდროს არ მივქონდა, რამაც უკვე აუდიტორიასთან კომუნიკაციის პრობლემები შემექმნა. როდესაც ჩავაბარე კოლეჯში, პირველ ეტაპზე მიწევდა ხოლმე დამეზეპირებინა ტექსტი და ისე მომეყოლა, ვინაიდან ერთი შეკითხვის დასმაც კი დაბნეულობას იწვევდა ჩემში. თუმცა უკვე ვაღიარე რომ ეს იყო ჩემი პრობლემა და მე საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე. ანუ შესაძლებელი არის რომ ეს იყო ჩემი ძლიერი მხარე, რომ მე აუდიტორიასთან კომუნიკაცია არ გამომდიოდა, თუმცა საკუთარ მუშაობით დღეს უკვე ეს არის ჩემი არა სუსტი მხარე, არამედ ძლიერი მხარე და მე აუდიტორიასთან კომუნიკაცია გამომდის, როგორ გავაკეთე ეს. პირველ ეტაპზე, როგორც გითხარით, საკუთარ თავთან მუშაობა დავიწყე, ხშირად სარკესთანაც კი ვსაუბრობდი, რომ უკავშირი მეგრძნო და საკუთარ თავში ის ბარიერები, რაც მქონდა კომუნიკაციის გადამელახა. შემდგომში იყო ის, რომ მე როდესაც ორგანიზაციაში დავიწყე სტაჟირება, პარალელურად დავიწყე დებატების ხელოვნების დაუფლება. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მე სახში ვამზადებდი დაწერილ ტექსტს, როგორ უნდა მესაუბრა, როგორ უნდა გამიწია ოპონირება ოპონენტისთვის და როდესაც მე მქონდა 5-წუთიანი რეგლამენტი, ჩემს დაწერილ ტექსტის წაკითხვა მიწევდა, იმიტომ რომ ტექსტზე დახედვის გარეშე მე არ შემიძლია რომ მესაუბრა იმდენად იყო კომპლექსი. თუმცა არ დავნებდი, როდესაც ვთქვი რომ ავიღე მე პასუხისმგებლობა მივიყვან საქმეს ბოლომდე, რაც ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისება არის ხოლმე რომ გამოიმუშაოთ, რომ არასდროს არ დანებდეთ და როდესაც პასუხისმგებლობას აიღებთ, რა ბარიერიც არ უნდა გქონდეთ მის შესასრულებლად, თქვენ რადგან თქვით რომ გააკეთებთ, აუცილებლად უნდა გააკეთოთ. და მთელი 1 წლის განმავლობაში მე მაინც არ შემიწყვეტია დებატები მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მენტორი ყოველთვის მაძლევდა ხოლმე შენიშვნას წაკითხვასთან დაკავშირებით. ვცდილობდი რომ რაღაცა მონაკვეთი დამოუკიდებლად მეთქვა, ისე ვამუშაობდი და მოკლედ ეს სისტემატურად გრძელდებოდა ჩემს თავზე მუშაობა. და რა შედეგი მივიღე ამ მუშაობით, როდესაც მე ვთვლიდი რომ ყველაზე ცუდი მოდებატები ვიყავი ამ 1 წლის განმავლობაში, მე გადავწყვეტე რომ მეორე წელს, როდესაც ხელახლა დაიწყო დებატების ხელოვნების შესწავლის კურსი,
მე ისევ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება და პირველივე დებატებზე ტექსტის გარეშე დავიწყე დებატები, ანუ უკვე დამოუკიდებლად დავიწყე აუდიტორიასთან საუბარი და შემდგომში იმდენად გამომიმუშავდა აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარები, რომ ეროვნულ ტურნირზე, ანუ გამარჯვებულის შიდა ტურნირში გავიმარჯვე და ეროვნულ ტურნირის ფინალშიც კი მოვხვდი დებატების შემდგომში. 3 წელი ვიდებატე და უკვე 3 წელია მე თავად ვასწავლი დებატების ხელოვნებას და სწორედ აი ასე ვაქცია ჩემი სუსტი მხარე ძლიერ მხარით. ამიტომაც აუცილებელი არის რომ თქვენ მიხვდეთ რა არის თქვენი სუსტი მხარე, რა არის თქვენი ძლიერი მხარე, რა შესაძლებლობები გაქვთ და შესაძლებლობები არის ულევი. თავარია თქვენ გჯეროდეთ რომ შეძლებთ და შეუძლებელი არაფერი არ არის და რისკები, რა რისკის შემცველი შეიძლება იყოს. რისკი ამ შემთხვევაში ჩემს მაგალითზე შეიძლება ყოფილიყო აუდიტორიისგან ნეგატიური დამოკიდებულება და ასე შემდეგ, თუმცა თქვენ ობიექტურად თუ შეაფასებთ რისკებს და დაისახავთ მიზანს, რომელსაც ბრძოლას არ შეწყვეტ და ამჯერად ყველა რისკი შემდგომში უკვე შესაძლებლობად გექცევათ. აუცილებლად მოიცით დეტალური ინფორმაცია პროფესიის შესახებ. როდესაც თქვენ უკვე გეცოდინებათ რა ძლიერი მხარე გაქვთ, აი ლინდა ჩაგვერთო, ხელი აიწე. ანუ თქვენ დასახელო მე დებატების ხელოვნებას ვასწავლია და ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, რომ ანუ სად ესწავლოთ, მე ძალიან მინდა სწავლება და ონლაინ ტრენინგები თუ გაქვთ ხოლმე მაინტერესებს. ონლაინ ტრენინგები არ გვაქვს, იმიტომ რომ როცა დებატების ხელოვნებას ვასწავლით ხოლმე, თავარი ერთ-ერთი არის ის, რომ ოპონენტები ერთმანეთს უყურებდნენ, თვალით კონტაქტი, მეტყველება და ყველაფერი, ანუ ერთად მოქმედებს. თუმცა, აი ამ პროექტის ფარგლებში, შემეცნებითი ცენტრის ფარგლებში მინდა რომ გაგიზიაროთ დებატების ხელოვნების მნიშვნელოვანი რაღაცები, ანუ როგორ შეგვიძლია ვიდებატოთ, რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც კომუნიკაციას ვახდენთ, ან როცა შეთანხმებას ვხდებთ და ასე შემდეგ, ან მოლაპარაკებები როგორ უნდა ვაწარმოოთ. თუ დაინტერესება იქნება თქვენი მხრიდან, ამ საკითხებზე დავდებთ ივენტს და გესაუბრებით უფრო ძალიან კარგი იქნება. კი, მადლობა. არაფრის. დებატებს ვასწავლი ზუგდიდში, ანუ ჩემს რეგიონში სტუდენტებზე გვაქვს გათვლილი. მაგრამ ანუ თუ შესაძლებლობა იქნება და ჩავთვლი რომ ონლაინად შესაძლებელი არის ამ ფორმატით რაღაცების გაკეთება, შეიძლება დამოუკიდებლად გავაკეთო კიდევ უფრო მეტი. ჯერჯერობით მხოლოდ შეხვედრას დავგეგმავ აი იმ საკითხებზე, რომელზეც გითხარი და იმედი არის რომ დავასწრებ. სხვა რა აქვთ კითხვა თუ არა და გავაგრძელებ. ანუ არ ჩანს რომ ხელი არ იაწევ. მოკლედ აუცილებელია რომ ინფორმაცია მოიძიოთ თქვენი სასურველი პროფესიის შესახებ და ეს შესაძლებელია იყოს მაგალითად იმ პროფესიით დასაქმებულ ადამიანებთან შეხვედრა ან ხშირი არის ხოლმე როდესაც მოსწავლეები უნივერსიტეტებში მიდიან ხოლმე და ეცნობიან იმ პროფესიებს უშუალოდ აუდიტორიაში უკვე სტუდენტებისგან იღებენ რჩევებს და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. პლუს ამას რომ გვაქვს ძალიან კარგი საშუალება ინტერნეტით და შეგვიძლია ნებისმიერ ჩვენთვის სასურველ პროფესიის შესახებ მივიღოთ ინფორმაცია და ასევე დავუმატებდი იმას რომ ნუ ვიფიქრებთ ვიწროთ და მხოლოდ უმაღლესი განათლების მიმართულებით ნუ ვარ ეძებთ პროფესიებს, იმიტომ რომ შესაძლებელი არის რომ თქვენთვის სასურველი პროფესია იპოვოთ სრულიად სხვაგან, მაგალითად პროფესიულ სასწავლებლებში ან სხვა დაწესებულებებში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში იურიდიული უბრალოდ უმაღლესი მიმართულებით არის ხოლმე ძალიან ზოგადი სპეციალობები, თუნდაც იურიდიulis ან სამართალმცოდნეობის მიმართულება არის ძალიან ზოგადი და ვიწრო სპეციალიზაციის შესაძლებლობას ბაკალავრის დონეზე არ იძლევა. თუმცა არის ძალიან ბევრი პროფესია, რომელიც უშუალოდ პროფესიაზე არის მორგებული და რომელიც შესაძლებელია რომ თქვენ ბევრად უფრო საინტერესო იყოს ვიდრე რაღაც ზოგადი ცოდნა კონკრეტული მიმართულებით. ან ასევე შეგიძლიათ რომ პარალელურად ისწავლოთ, რის შესაძლებლობასაც იძლევა იყოთ უმაღლესი ბაკალავრის სტუდენტი, მაგრამ პარალელურად მომიჯნავეთ თქვენთვის სასურველ პროფესიაზეც ისწავლოთ და ერთდროულად მიიღოთ ორივეს დამადასტურებელი დიპლომი, რაც უფრო მეტად გაგიმარტივებთ
თქვენი პროფესიის სიღრმისეულ ცოდნას. ასევე როგორც თქვი, შეგიძლიათ მოისმინოთ სხვადასხვა ადამიანების მოსაზრებები, თუმცა თავარი, რაც უნდა გახსოვდეთ, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ. იმიტომ რომ როდესაც თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, პასუხისმგებლობას თქვენს გადაწყვეტილებას იღებთ თავად და არა სხვა ვინმე. ხშირად მსმენი არის ხოლმე მეგობრისგან და ნაცნობებისგან, რომ იცი მე მინდოდა იურიდიულზე ჩაბარება, მაგრამ ოჯახის წევრებს უნდათ რომ ყოფილიყავი ფარმაცევტი, ამიტომ ჩავაბარებ ფარმაცევტიულზე და აი ახლა ვერ საქმდები, ანუ ხშირ შემთხვევაში ან არიან დიასახლისები, ან მუშაობენ მარკეტში და ასე შემდეგ, ანუ სრულიად სხვა მიმართულებით არიან და იმ პროფესიაში არ მუშაობენ, ან მუშაობენ, მაგრამ თვლიან, რომ დამღლელი არის მათთვის სამუშაო და აღარ მოსწონთ მათი ყოველდღიურობა. და როდესაც პასუხისმგებლობა უკვე გადადის ხოლმე მშობლებზე, რამ იქნა, რომ მშობლების გადაწყვეტილება იყო და აი როგორ შემეცვალა დავამთავრე სწავლა და ხელახლა ხომ არ დავიწყებდი, არ მქონდა ამის ფინანსები და ასე შემდეგ. ანუ ხშირ შემთხვევაში აქვთ ხოლმე უამრავი მიზეზი იმისა, რომ თქვან თუ რატომ არიან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც მათ არ მოსწონთ, მაგრამ არ აქვთ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გააგრძელეს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა არ აუღიათ და ეს მიზეზი იყო, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა გამოიმუშავებინათ. გადავალ ახალ სლაიდზე. აქვე ჩაგერთვები, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების პრობლემა მარტო მე-9 და მე-8 და მე-10 კლასელებს კი არა, ზრდასრულებსაც უჭერთ საქართველოში. ძირითადად ყველაფერი ან მთავრობის ბრალია, ან მეზობლის, ან უფროსის, ან ვიღაცის. ანუ ეს არის ძალიან კარგი, რომ დღეს თქვენ აქ ხართ და ამას ისმენთ, რომ იქნება რაღაცნაირად შეცვალოთ ეს თქვენში უკვე დღეიდანვე და არ დაელოდოთ 200 წლის გასვლას, რომ მერე მიხვდეთ, რომ უი, ჩემ თავზე უნდა ამეყო პასუხისმგებლობა და ძალიან მომწონს, რომ მარიამ ზუსტად ამაზე ამახვილებ ყურადღებას. მადლობა შენ ამისთვის. მადლობა რუსა. მოკლედ აღვნიშნო ერთ ნიუანსს, როდესაც ხშირ შემთხვევაში აპელირება თავარი არგუმენტი აქვთ ხოლმე ის, რომ მათ არ აქვთ მაგალითად ფინანსები, მსმენია მართალი გითხრათ ოჯახის წევრებისგანაც, რომ აი ჩემი შვილი თუ არის სწავლის სამედიცინოზე, მე მას არ დავუფინანსებ სწავლის ქირას. აი ეს დამოკიდებულებაც არის ხოლმე ზოგჯერ მშობლების მხრიდან და როდესაც უნდა მოსწავლეს, რომ აირჩიოს საკუთარი სასურველი პროფესია, ოჯახის წევრები სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით ურჩევენ ხოლმე და ძალიან რთული არის სწორი კომუნიკაციის დამყარება მშობლებთან და იმის ახსნა, რომ რეალურად პროფესია, რომელსაც აირჩევთ, ეს თქვენი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი უნდა დაუთმოთ მას და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რაც გააკეთებთ. პირველი, ანუ თუ ესეთი პრობლემა გააქვთ ოჯახის წევრებთან, ეს მაინტერესებს თქვენ ვინც ახლა ირჩევთ პროფესიას ან გქონიათ ვინც უკვე აირჩიათ და ამის მიხედვით ვისაუბროთ. რომელიმე გადაწყვეტილება ვინც მიიღეთ, ანუ ოჯახის წევრებს განსხვავებული აზრი ჰქონდათ და რას ამბობდნენ ამაზე? მე არასოდეს, ანუ ჩემ ოჯახში ასეთი რამე არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ ანუ მსმენია მეგობრების ოჯახისგან, მეზობლებისგან, ანუ აძალებენ, რომ ანუ მაგალითად უნდა გამოვიდეს თუნდაც ექიმი ან მასწავლებელი და ანუ მშობლის გადაწყვეტილებით იღებენ, ანუ თავისი პროფესიის არჩევას და შემდეგ ანუ ნანობენ ამ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ ანუ ოჯახს ქმნიან და აღარ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ აირჩიონ ის, რაც უნდათ. მადლობა. აი კიდევ ერთი საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა რომ ამას შეეხე. ერთი არის თვითონ ოჯახი, სადაც იზრდებით და მშობლები და მეორე როცა ოჯახს ქმნით და იქაური გარემო და ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ან შენს ნაცვლად იღებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. პირველი ფინანსურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ფინანსური დამოუკიდებლობა ადრეული ასაკიდანვე. მე პირადად, როდესაც გადავწყვიტე, რომ ჩავებარებინა საერთონაზე და შემდგომში პროფესია შემეცვალა, იმის გარდა, რომ ვიყავი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი, როდესაც კოლეჯში მოვხვდი და მაშინ რეგისტრაციის დროს აუცილებელი იყო მშობლები, რომ თან
ანუ ჩემთან ერთად ყოფილიყვნენ და რეგისტრაციის დროს დამხმარებოდათ. ამის შემდგომში მე დამოუკიდებლად მივდიოდი ყველა დაწესებულებაში, ვიწყებდი რაიმე კურსს, რაიმე სიახლე იყო ჩემს ცხოვრებაში თუ სხვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დამოუკიდებლად საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა აიღოთ, მაგრამ როდესაც არის ხოლმე პრობლემა, რომ ოჯახის წევრები არიან განსხვავებული მოსაზრების, აქ უკვე სხვა მიმართულება არის, ანუ ამ შემთხვევაში თუ კი შენ გინდა რაღაცა პროფესია აირჩიო, ხისტი დამოკიდებულებით უთხრა, რომ ეს მე მინდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება არის, და თქვენ არ ჩაერიოთ, ესეც არ გამოდის, ამ შემთხვევაში თქვენი ვალი არის, რომ სწორად აუხსნათ თუ რას მოიცავს თქვენი პროფესია, რატომ გინდათ ამ პროფესიაზე და დაანახოთ არასწორი პროფესიის შერჩევის შემთხვევაში რა რისკის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, რომ თქვენი ცხოვრებაში ანუ მთელი დღის განმავლობაში იქნებით სტრესულ მდგომარეობაში, შეგიძლიათ მაგალითად მოუყვეთ იმაზე თუ რა ხდება, როდესაც ადამიანები იმ პროფესიით საქმდებიან, რომელიც მათთვის არ არის სასურველი, ასევე შეგიძლიათ არა პირადად მათ მაგალითზე, არამედ ზოგადად ისაუბროთ მათთან იმაზე, რომ როდესაც ადამიანები ირჩევენ არასწორ პროფესიას, ან მაგალითად ოჯახის წევრები, რომლებსაც უნდათ მშობლებს შეიძლება რაღაც პროფესიამ დავმოდათ, ხო? და უნდათ რომ გამოსულიყვნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს თვითონ და ახლა უნდათ რომ საკუთარმა შვილებმა ისწავლონ, ხო, იგივე პროფესიაზე. რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია იმ მიმართულებით მათთან კომუნიკაცია, რომ თქვენ სხვა პიროვნება ხართ და მათ ადგილას ვერ იქნებით და იგივე გზას ვერ გავივლით, რაც მათ უნდათ რომ გაევლოთ. ანუ აუცილებელია თქვენი პიროვნული განსხვავებულობა დაანახოთ მათ. ხშირ შემთხვევაში ჭირს ხოლმე მეგობრული დიალოგები და არა ხისტი დამოკიდებულება ამ მიმართულებით. მაგრამ თუ კი მაინც იგივე აზრს რჩებიან, რომ თქვენ აუცილებლად მათ სასურველ პროფესიაზე უნდა ისწავლოთ და თუ ფინანსური უზრუნველყოფით გამოკრებიან, ამ შემთხვევაში ეცადეთ, რომ დამოუკიდებლად იშოვოთ რაიმე ესეთ სამსახური, რომელიც მოგცეთ იმის შესაძლებლობას, რომ თქვენ შეაკავოთ სასურველი პროფესიის სწავლის ქირა. და ასე შემდეგ, ანუ ეცადეთ, რომ რაღაცა მიმართულებით შესაძლებელია, რომ ის პროფესია ან ის სამსახური, რომელსაც თქვენ იშოვით ან დასაქმდებით, თქვენს პროფესიასთან არ იყოს ახლო კავშირში, მაგრამ ფინანსური დამოუკიდებლობა მოგცემთ შესაძლებლობას, რომ მომავალში სწორედ რომ იმ საქმიანობით დაკავდეთ, რომელიც არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ იმიტომ, რომ მე ფინანსურად დამოუკიდებელი ყოფილიყავი, როდესაც უკვე კრიმინალისტიკაზე ჩავაბარე და ორგანიზაციაში სტაჟირება გავიარე მეორე კურსიდან, როგორც გითხარით, 100 ლარიან სამსახურს დავთანხმდი, ან თვეში ვიღებდი მხოლოდ 100 ლარს განაცხადებას და ამას ემატებოდა მცირედი სტიპენდია. თუმცა ეს იყო სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ მე დამეფარა ჩემი გზის ხარჯები და არ ყოფილიყავი დამოკიდებული ოჯახის წევრებზე და პასუხისმგებლობა უკვე ამეღო თავიდანვე. 17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავიწყე სამსახური და გამდე უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობ. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ მოხალისეობრივ საქმიანობასაც დათანხმდეთ, თუ გინდათ რომ რაიმე სახის პროფესიული მიმართულებით გაიზარდოთ, მაშინ სამუშაო გამოცდილება აუცილებლად გჭირდება და შესაძლებელია მოხალისეობრივ მუშაობასთან ძალიან დიდ კავშირში იყოს. უბრალოდ ძალიან თემას რომ არ გავსწრე და სლაიდის მიხედვით გავაგრძელო, სლაიდზე გადავალ. ან პროფესიის არჩევის დროს აუცილებლად გაიგეთ რა დადებით და უარყოფითი აქვს თქვენს მიერ არჩეულ პროფესიას და რამდენად მოთხოვნადია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. იძლევა თუ არა დასაქმების შესაძლებლობას და ყველა დეტალი გაარკვიეთ, რათა შემდგომში იმედი არ გაგისრულდეთ. თუ თქვენი მიზანი არის, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური გქონდეთ და ეს არის ძირითადი მამოძრავებელი თუ რის გამოც ირჩევთ პროფესიას, მაშინ აუცილებელი არის გქონდეთ ინფორმაცია მაღალანაზღაურებადი სამსახურებზე, რათა ისეთი სამსახური არ აირჩიეთ, რომელშიც დაბალანაზღაურებას გადაგიხდიან და უკვე თქვენ იმედგაცრუებას განიცდით. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მიმართულებითაც იფიქროთ. თუმცა თავარი ფსიქოლოგების რჩევა ეს არის, რომ პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ არა ის, რამდენად პოპულარული, პრესტიჟული ან და მაღალანაზღაურებადია, არამედ ის, თუ რამდენად შეძლებთ ამ სფეროში საკუთარი უნარების, შესაძლებლობების, კომპეტენციის და უბრალოდ საკუთარი თავის რეალიზებას.
ეს არის რჩევა, რომელიც აუცილებელი არის თუ გსურთ რომ საყვარელი საქმე იყოთ, გაითვალისწინოთ. საქმე, როდესაც საქმე რომელსაც აირჩევთ, უნდა სიამოვნებდეთ, გიხარობდეთ და გაინტერესებდეთ. არ გავუშვათ ხელიდან შანსები, რომლებსაც თითოეული დღე შემოთავაზებთ, რადგან ის შანსი, რომელიც დღეს გავუშვით, შეიძლება არასოდეს მოგეცეთ. ასევე დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა. რამდენად გსურთ წინსვლა და განვითარება და რამდენად გაძლევთ ეს პროფესია ამის შესაძლებლობას. თუ იცით უკვე რა გსურთ, შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშრობის, რადგან შეცდომების გამოსწორება ყოველთვის არის შესაძლებელი. ნათქვამია, რაც არ კლავს, გაძლიერებს, ეს მართალია. ყველა მარცხის მერე შეიძლება წამოდგომა, ამ დროს საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს გამოსავალს პოვლობ, არასასრული სიტუაციიდან სწორ და მიზნობრივ გამოსავალს პოვლობ, სიახლეებთან ადაპტირდები, ბრძოლის უნარიანი ხდები, პრინციპული და შევყვარი. ამ შემთხვევაშიც ჩემს გამოცდილებას დავამატებდი, აუღნიშნე რომ მე მე-9 კლასის ბაზაზე ვიყავი გამოსული, რამაც პრობლემები შემექმნა უკვე შემდგომში, როდესაც მივხვდი უშუალოდ პრაქტიკაში რა პროფესია იყო ჩემთვის უფრო მეტად შესაფერისი და სად ვხედავდი ჩემს თავს. ამისთვის დამჭირდა რომ ექსტერნი გამოცდები ჩამებარებინა, რაც გულისხმობს იმას, რომ ის საგნები, რომლებიც სკოლაში არ გამევლია, ყველა უნდა ჩამებარებინა, გულისხმობა მე-9-ს 12, მე-10-ს 12, მე-11 და მე-12 კლასის 12 საგნებს, ანუ შემდგომში უკვე დამატებით ელექტრონული ტიპით უნდა ჩამაბარებინა კიდევ დამატებით 12 გამოცდა და მე უნდა გავსულიყავი საატესტატო გამოცდებზე, რაც ჯამში ძალიან ბევრი იყო. გადავწყვიტე რომ ატესტატი აუცილებლად უნდა ამიღო და ყოველგვარიან რეპეტიტორთან სიარულის გარეშე ჩავაბარე მე-9, მე-10, მე-11 კლასის და მე-12 კლასის რამოდენიმე საგნები, თუმცა პრინციპი იყო ისეთი, რომ მაგალითად რომელიმე ერთ გამოცდაში თუ ჩაიჭრებოდი, აი იმ კლასის სრული გამოცდები უქმდებოდა, ანუ შედეგები. ჩავიჭერი მე-12 კლასის მე-12 გამოცდაზე, ამიტომაც წინათ ჩაბარებული 11 გამოცდის შედეგებიც გამიუქმეს. რაც იმას ნიშნავდა, რომ მე მთელი ერთი წელი მეკარგებოდა, რომ ხელახლა გამოცდები ჩამებარებინა, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე ვთქვი, რომ მე რეპეტიტორის გარეშე თუ შევძლია ამდენი, აუცილებლად შევძლებ და სწორედ ამ საგანში მომზადება დავიწყე, რამოდენიმე თვე მემზადებოდი მათემატიკაში. და შემდგომში უკვე ხელახლა ერთი წლის შემდგომ ისევ ამ 12-ვე გამოცდაზე გავედი და ისევ ჩავჭერი. თუმცა უკვე შეგრძნება იყო სრულიად განსხვავებული, რომ როდესაც შენ მთელი მონდომებით სწავლობ, რეალურად როდესაც ანუ ნედლიდან საღამომდე ვმუშაობდი, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შორ მანძილზე ვცხოვრობ სამსახურიდან და ხშირ შემთხვევაში სადღაც 7-დან 10 კილომეტრამდე მიწევს ხოლმე ფეხით სიარული, იმიტომ რომ გვიან ტრანსპორტი არ დადის. გვიან სახლში მისული, მივდიოდი რეპეტიტორთან და შემდგომში უკვე სახლში დაახლოებით 11-12 საათზე ვბრუნდებოდი ხოლმე და ვაგრძელებდი მეცადინე ყავს. აი ამ რეჟიმის გავლის შემდგომში რომ ჩავიჭერი, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი და გულწრფელად ვაღიარებ, რომ ფარული დეპრესია მქონდა მთელი ერთი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ კონცენტრაციას ვერ ვახდენდი უშუალოდ იმ საგანზე, რომლის ჩაბარებაც მინდოდა, ვერ ვკითხულობდი, მხოლოდ სამსახურებრივ საქმეებთან კიდევ კარგი რომ არ აისახა და ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობდი, თუმცა უშუალოდ საგამოცდო საგნებზე კონცენტრაციას ვერ ვახდენდი, თუმცა როდესაც უკვე მოახლოვდა რეგისტრაციის ვადა და გავიდა ისევ ერთი წელი, მე ვთქვი რომ რატომაც არა, რატომ არ უნდა ვცადო წელსაც და საკუთარ თავში ძალები ვიპოვე მიუხედავად იმისა, რომ იყო რისკი ესაუბრად საზოგადოებაში, რომ მე რომელიც უკვე მაგალითად 4 წელია ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელსაც აქვს ორი პროფესია, ვერ აბარებს სკოლის გამოცდებს და შემდეგ ანუ რა თქმა უნდა ეს მოსაზრებები იყო საზოგადოებაში გავრცელებული და იყო ბარიერი, რომელიც აფრიკოლებდა ჩემს ბრძოლას. მე მაინც გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთხელ გავსულიყავი და საკუთარ თავზე ამიღო ისევ ჩაჭრის პასუხისმგებლობაც, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი საერთოდ არ მომზადებულ ვარ. და მინდა გითხრათ, რომ ჩავაბარე და მე თვითონაც მეკვირდა, როგორ ჩავაბარე ამ ერთი წლის ესეთ სრული პაუზის შემდგომში.
მაგრამ ეს გახდა мотиваცია, რომ 3 თვის განმავლობაში ეროვნულისთვის მომემზადე და უკვე ეროვნული გამოცდებით მომემზადე და დღეს ვარ სამართალმცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტი. ფიქრობ, რომ ეს პატარა მაგალითი გვაჩვენებს, რომ ჩვენივე შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა გვაქვს, რომ არასდროს არ უნდა დავნებდეთ, რომ როდესაც პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ბოლომდე შევასრულოთ ის და საზოგადოების მოსაზრებები არ უნდა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებებზე გავლენა, რადგან შეუძლებელი არაფერი არ არის. და ყოველთვის გააკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე ამას თქვენგან ითხოვენ. თუ გინდათ, რომ თქვენ კოლეგებს და მეგობრებზე ამ ფანაგებზე უფრო მეტად წარმატებული იყოთ. და აი ამ სწორედ აი ამ პრინციპით ვასრულებ ხოლმე სხვადასხვა სამუშაოს. მაგალითად ორგანიზაციაში სტაჟირების შემდგომში პროექტი ადგილობრივი მმართველობის მიმართულებით, ანუ მოქალაქეთა ჩართულობა იყო მთავარი პრინციპი. და მე 48 ფოკუს ჯგუფის ინტერვიუ, რაც 12 ადამიანის გამოკითხვას და მათი მოსაზრებების დაფიქსირებას გულისხმობდა ანგარიშების სახით, ჩავატარე ფოკუს ჯგუფის ინტერვიუ, შემდგომში შევარჩიე ისეთი მოქალაქეები, რომლებიც შეძლებდნენ, რომ პრეზენტაცია გაემართათ, ვასწავლე მათ, როგორ უნდა წარმოიჩინათ მათი სოფლის პრობლემები. დავაკავშირე გადაწყვეტილების მიღებ პირებთან და ამ შედეგი იყო ის, რომ რამოდენიმე სოფელში სკოლა გარემონტდა, იქ რეაბილიტაცია დაიწყო, წყალმომარაგება გაკეთდა და ასე შემდეგ. ანუ რეალურად იმაზე მეტი გავაკეთა, რაც პროექტის დონეზე იყო ჩემი მოვალეობა, რადგან ჩემთვის ამ შემთხვევაში შედეგი იყო წარმატება და რა არის ჩემთვის წარმატება, ეს არის ის, რომ ყველა საქმე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, უფრო მეტი შედეგით გავაკეთოთ, ვიდრე ამას ჩვენგან მოითხოვენ. როგორ მივხვდეთ, გვიყვარს თუ არა საქმე, რომელსაც ვაკეთებთ? იპოვეთ ის საქმე, რაც გიყვარს და შენ არასდროს მოგიწევს მუშაობა. ეს არის ხოლმე ჩემი მთავარი პრინციპი. რამოდენიმე მათგან შორის, ანუ ერთ-ერთი არის კიდევ ის, რომ არასდროს არ დაუგეგმოთ ჩემი ცხოვრება, რადგან სწორედ ცხოვრება ის არის, რაც ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გეგმებს ვაწყობთ. და ვცდილობ ხოლმე, რომ მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, როდესაც მექნება შესაძლებელი მაგალითად მეგობრებთან ერთად გასეირნების, წასვლას წასვლის და ასე შემდეგ, არასდროს არ ვუშვებ ამ შანსს ხელიდან, იმიტომ რომ დღევანდელი დღე და დღევანდელი შესაძლებლობა არასდროს არ შეიძლება განმეორდეს შემდგომში. და რაც შეეხება საყვარელ საქმეს, თუ მართლაც რეალურად იპოვეთ საყვარელ საქმეს, თქვენ არ მოგიწევთ მუშაობა და ეს შეიძლება მარტივი ყოფილ ჟღერდეს, მაგრამ რატომ არის ასე? სწორედ აი ჩამოთვლილი პრინციპების მიხედვით შეგვიძლია განსაზღვროთ. როგორ ფიქრობ, სანამ იმას ჩამოვთვლიდი, რატომ ეძებენ ხშირ შემთხვევაში სამსახურს, რა არის ხოლმე სამსახურისადმის მთავარი მიზეზი? მე თქვენ როგორ ფიქრობთ? ალბათ შემოსავალი სტატუსი საზოგადოებაში და ძალიან იშვიათად ფიქრობენ ხოლმე იმას, რომ თვითონ გაუხარდებათ თუ არა იქ ყოფნა და ეს სიამოვნებათ თუ არა დარჩენილი ცხოვრების ნახევრის იქ გატარება. ხო, აი, მართალი ხარ და მადლობა. აი, ძირითადად არის ხოლმე სტაბილური სამსახური, თვითრეალიზების სურვილი, ახალი ურთიერთობები, სტაბილურობის შეგრძნება და ძირითადი მაინც არის ხოლმე ანაზღაურება. პირველ რიგში, როდესაც მუშაობას იწყებენ, კითხულობენ რა არის ანაზღაურება, რამდენი არის. როდესაც ახალგაზრდებთან ვატარებთ შეხვედრებს, ვიყავი მიგრაციის პროექტის ფარგლებში რეგიონალური ოფიცერი, რაც გულისხმობდა იმას, რომ მე შეხვედრები უნდა მეწარმოებინა მიგრანტის ოჯახის წევრებთან, ახალგაზრდებთან და მათთვის გამეცნო, რა შესაძლებლობებს იძლევა საქართველო, რომ ადგილობრივად დასაქმნე ან სასწავლებლები, იმისთვის, რომ შემდგომში მათ ოჯახის წევრებს არ ქონოდა იმის საჭიროება, რომ საზღვარგარეთ ემუშავათ ან თავად ისინი დაბრუნებულიყვნენ უკან. თუმცა საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვეუბნებოდი, რომ არსებობს სხვადასხვა პროფესიები, სადაც უფასოდ შეგიძლიათ ისწავლოთ, დამოკიდებულება იყო ისეთი გზის ფული ხომ მჭირდება. როდესაც ვეუბნებოდით, რომ პროფესიული მიმართულებით შეიძლება დასაქმდე ისწავლოდეთ ამ პარალელურად კომპანიები შენთან დადებენ ხელშეკრულებას, სადაც სტაჟირებას გაივლი და შემდგომში დაგასაქმებენ, ანუ ადგილზევე გასწავლიან რა უნდა აკეთო.
მაშინაც იგივე დამოკიდებულება იყო, რომ ამდენი თვის განმავლობაში მე უხალხასად უნდა ვიყო, ანუ ისე უნდა ვიარო, როდესაც წლების განმავლობაში არიან უმუშევრები და მათ მხოლოდ რამოდენიმე თვე უნდა დაეთმოთ საკუთარი თავის განვითარებისთვის, რომ კვალიფიციური კადრები ყოფილიყვნენ შემდგომში უკვე იმ კომპანიაში. თუმცა ხშირ შემთხვევაში ანუ მათი გამსაშველი არის ხოლმე ანაზღაურება და არა ის თუ რა არის მათი საყვარელი საქმიანობა. თუ გვინდა რომ მივხვდეთ ჩვენი საქმე, ანუ რასაც ვაკეთებთ, გვიყვარს თუ არა, დავფიქრდეთ, თუ საქმეზე ფიქრობთ თუ არა, ან გინდათ თუ არა რომ გაჩერდეთ, უფასოდ გააკეთებდით თუ არა იმავეს რაც გევალებათ, შეგიძლიათ გაუჩერებლად ისაუბროთ თქვენ საქმიანობაზე და ყოველი დღე მრავალფეროვანი გეჩვენებათ თუ არა. იმიტომ რომ თუ კი თქვენი საქმე არის უბრალოდ იმისთვის რომ ანაზღაურება მიიღოთ, ხშირ შემთხვევაში ვუყურებთ ხოლმე სადაც რომ როდის მოვა სამუშაო